გამარჯობა ძვირფასობს მენლერებო, ეთერში არის პრაქტიკული ფილოსოფია და მე მისი წამყვანი ნინო და დღეს მინდა დავიწყო უშუალოდ ტაროს კარტების აღწერა. ცეთითაოდ აღწერ თითო კარტს, დავიწყებ უფროსი არკანებით და აღწერ დღეს მის პირველ კარტს, სულელი. მას ქვია ასე სულელი, ინგლისურად the fool, რუსულად დურაკა. დურაკა თამაში მოგაგიგიათ. ეს არის ყველაზე პირველი კარტი ტაროს კარტის უფროს არკანებში. მაგრამ არც ვიცი როგორ უწოდო მას პირველი კარტი, მაშინ როდესაც ის რეალურად არ წარმოდგეს პირველ კარტს, ის წარმოდგეს ნულოვან კარტს. ანუ მისი ნომერი არის 0. უფროს არკანებში, ისევე როგორც უმცროს არკანებში ასევე, ყველა კარტი არის დანომრილი. არის 0-დან 21 კარტი. და ამ კარტის ნომერი არის 0. მაგრამ ეს არის ყველაზე მთავარი კარტი უფროს არკანებში და მთლიანად ამ ტაროს კარტის კალოდაში. იმიტომ რომ ამ კარტის გარეშე მთელი მკითხაობა, ეგრე ვთქვათ, მომავლის წაკითხვა და საერთოდ მთელი იდეა ტაროს კარტების დაკარგავდა აზრს. იმიტომ რომ რეალურად უფროსი არკანები უმცროს არკანებთან ერთად წარმოადგენს ადამიანის ცხოვრების გზას. დაბადებიდან სიკვდილამდე. აი ყველა ეტაპს, ყველა საფეხურს, ყველა ფსიქოემოციურ მდგომარეობას, ყველა სირთულეს, ყველა წარმატებას, რომელიც შეიძლება გაიაროს ადამიანმა, თავისი ოცნებების რეალიზაციამდე, თავისი ცხოვრების მანძილზე, აბსოლუტურად ყველა ნაბიჯზე. აი წარმოდგენილია ამ კარტში. და ეს 0, ანუ კარტი სულელი, არის მთავარი მოქმედი პერსონაჟი. თქვენ ალბათ გითამაშიათ სათამაშო კარტები. სათამაშო კარტები წამოვიდა ამ ტაროს კარტებისგან. და მშვენივრად იცით, რომ ეს ჯოკერ, მოთამაშე არის ყველაზე მთავარი კარტი. და რამდენადაც შევთვის ცნობილია პოკერში, როდესაც პოკერს თამაშობენ, ეს ჯოკერი, ანუ თქვენ თუ დადებთ შემოინახავთ ჯოკერს ბოლოში, შეიძლება განაცხადოთ, რომ ჯოკერი არის ნებისმიერი თქვენთვის ხელსაყრელი კარტი. ანუ რეალურად ეს ტაროს კარტი ანუ ეს კარტი შეიძლება გადაიქცეს ნებისმიერ კარტად. სათამაშო მაგიდაზე და სუსტად იგივე შეიძლება მოვიდეს ჩვენს სულელს. ანუ ნულოვან არკანს. ანუ რეალურად ეს არკანი არის სული, ადამიანის სული და ის შეიძლება დადგეს აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანი. მისგან შეიძლება გამოიძერწოს ცხოვრების მანძილზე აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანი. მას შეიძლება მიიღოს ნებისმიერი გამოცდილება, შეიძლება იყოს ძალიან წარმატებული, ძალიან წარუმატებელი, ძალიან მდიდარი, ძალიან ღარიბი, ძალიან მოსიყვარულე, შეიძლება იყოს ძალიან ბოროტი. ანუ რეალურად ეს არკანი, ეს ყოველთვის პირველი არკანი, იმიტომაც არის ნულოვანი არკანი, რომ მან შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით წაიყვანოს თავისი ცხოვრების გზა. და ვიზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გზით გაივლის ეს ადამიანი, მხოლოდ აი ამ ადამიანზე. ანუ ესე რომ ვთქვათ, მონახაში და რეალურად შევეჯამოთ სიტუაცია, ეს ჯოკერი, ეგრე ვთქვათ, the fool, სულელი, წარმოადგენს ადამიანის სულს. ანუ ნულოვანი კარტი არის ახალდაბადებული ადამიანის სული. როგორია ახალდაბადებული ბავშვი? ანუ რო წარმოვიდგინოთ რეალურად ამ კარტში შევიდეთ, უნდა წარმოვიდგინოთ ბავშვი. და ახალგაზრდები, აი ძალიან ახალგაზრდულ მიამიტურ პერიოდში. სანამ რეალურად იგიმებენ, რომ ცხოვრება არც ისეთი უმციკლო არის და არც თუ ისეთი იოლია, როგორც მათ გონიათ. რა თქმა უნდა, ის არის პოზიტივი. ან წარმოიდგინეთ, ახალდაბადებული ბავშვი როგორია? ის არის პოზიტიური. მას ყოველთვის უნდა თამაში. ის არ აღიქვამს ამ ცხოვრებას სერიოზულად. ის აღიქვამს ამ ცხოვრებას თამაშით. და მას ყოველთვის ახსოვს, რომ ყოველთვის უნდა იყოს კარგ ხასიათზე. თუ რამე არ დგივა იმ კონკრეტულ მომენტში, ან რაღაცა არ აწუხებს, ან არ ეძინება და ასე შემდეგ, ის აბსოლუტურად ყოველთვის კარგ ხასიათზეა. ის ძალიან ბედნიერია იმით, რომ მოვიდა ამ პლანეტაზე. ძალიან დიდი იმედები აქვს თავისთავთან დაკავშირებით, ძალიან გრანდიოზული იმედები აქვს. ყველა ბავშვს აქვს იმედი, რომ გამოვა რაღაც გარკვეული უნიკალური პროფესიის მფლობელი და ერთი და უნიკალური თავის პროფესიაში. ანუ ბავშვი არ უნდა გამოვიდეს უბრალოდ ფეხბურთელი, მას უნდა გამოვიდეს წარმატებული ფეხბურთელი. მას არ აქვს ჩაფიქრებული გამოვიდეს უბრალოდ ექიმი, მას უნდა რომ იყოს წარმატებული ექიმი. გესმით? ერთადერთი და უნიკალური. მას არ აქვს ჩაფიქრებული რომ გამოვიდეს უბრალოდ მოგზაური, მას უნდა რომ შემოიაროს მთელი ქვეყანა, მთელი დედამიწა. და აღწეროს მოგზაურობა და ასე შემდეგ. ანუ ბავშვები, რომლებიც ლაპარაკობენ თავიანთ მომავალზე,
ლაპარაკობენ მასზე ძალიან დიდი იმედებით. მაგრამ ახლა აი ამ მომენტში ისინი უბრალოდ თამაშობენ. და ისინი ბედნიერები და აღტკინებული არიან ყოველი დღით, რამე თუ ყოველი დღე არის ახალი სათამაშო დღე. და სწორედ ესეთი არის ჩვენი ადამიანი, ჩვენი სულელი. მას არ აქვს ძალიან დიდი მიზნები, მან იცის, რომ ცხოვრება არის სავსე სიურპრიზებით და ის ელოდება მხოლოდ დადებით სიურპრიზებს. მას აქვს სამყაროსადმი უპირობო ნდობა. ის ენდობა სამყაროს. მას არ აქვს შიში, მან შეიძლება ჩაიდინოს აბსოლუტურად ნებისმიერი სულელე, იმიტომ რომ არ იცის, რომ სამყარო შეიძლება იყოს ცოტა არ იყოს საშიში ადგილი, გადაირბიდოს და უშუთ მანქანის ადგილას, შეიძლება უშუთ ხელები გაურჭოს ტაფშოში და ასე შემდეგ. მან ჯერჯერობით არ იცის, რომ ცხოვრება შეიძლება მისთვის გამოდგეს ცოტათი არასასურველი და ზოგან კიდეც ბოროტი. მან არ იცის ეს ყველაფერი. ამიტომ ძალიან დიდი იმედებით უყურებს ამ ცხოვრებას. ძალიან ოპტიმისტია, არასოდეს არაფერი არ აქვს განსაზღვრული წინასწარ. და თითქოს მიდის ცხოვრების გზაზე ისე, რომ თითქოს არც გეგმავს არაფერს პირდაპირ. თითქოს ყველაფერი მისთვის უკვე დაგეგმილია, ისეთი, ეგრეთ ვთქვათ, განლაგებით, რომ ყველაფერი უნდა დასრულდეს მისთვის აბსოლუტურად კარგად. მას აქვს თავისი იმედი, არ აქვს მნიშვნელობა ღმერთის წამს თუ არა. მას თავისი იმედი აქვს და მას აქვს თავისი ინსტინქტების იმედი. მისთვის ყველაზე მთავარი პერსონაჟი არის თვითონ, ის არ იძლევა არანაირ დაპირებებს. როგორ შეიძლება ბავშვმა მოგცეს დაპირებები? არანაირად. ხო? და ის უბრალოდ სიხარულით უყურებს, რა იქნება მომავალ დღეს. რა მოხდება მომავალ დღეს. ხოლო დღევანდელ დღეს კიდე ცხოვრობს ისე ბედნიერად, თითქოს ეს დღე იყო მისთვის საბოლოო დღე. აი ესეთი არის ჩვენი სულელი. ახლა თვითონ დავაკვირდეთ კარტას. კარტაზე გამოსახული არის ახალგაზრდა კაცი. და აქ არის ძალიან დიდი რაოდენობით სიმბოლიკა, რომელიც მინდა გითხრათ. ახალგაზრდა კაცი დააკვირდეთ მის პოზას. ის ზემოთ იყურება, მისი სახე არის ბედნიერი. მოაქვს პატარა თან აქვს ჯოხი, რომელიც ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს იარაღად, რამე რო იყოს. ამ ჯოხზე უკიდია პატარა, ეგრეთ ვთქვათ, შეკვრა, ცხვის ახოცის შეკვრა, რომელშიც უდევს ყველაზე მინიმუმი, რაც კი მას ცხოვრების მანძილზე სჭირდება. ძალიან ბევრი ცნობილი ტაროლოგი წერს, რომ ეს მინიმუმი არის სწორედ ის ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც დაკროვებული აქვს სულს წინა რეინკარნაციების დროს. დიახ. ტაროს კარტის მიხედვით, ადამიანი მუდმივად რეინკარნდება, იბადება, კვდება და ასე შემდეგ. იმისთვის რომ მიიღოს ახალი და ახალი გამოცდილება. ითამაშოს როგორც ჩვენმა ჯოკერმა, როგორც ჩვენმა სულელმა, ახალი და ახალი თამაშები ამ ცხოვრებაში. თვითონ მისი ნიშანიც კი, ნომერიც 0, ხო? ნიშნავს მუდმივობას, 0-ს არ აქვს არც დასაწყისი, არც დასასრული. ის უბრალოდ 0-ია, ის ყოველთვის წრეზე დადის, წრე. და ამასთან ეს 0 არის პორტალი, რომელშიც შეიძლება გახვიდე აბსოლუტურად ნებისმიერი მიმართულებით ცხოვრების მანძილზე. მომავალში, როცა ჩვენ გავლით ადამიანის ფსიქოტიპებს, ეგ ჩანს, რომ ადამიანის ფსიქოტიპი იცვლება მისი ცხოვრებისეული გამოცდილების მიხედვით. რაც უფრო ბევრი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს ადამიანს, რაც უფრო ძველი სულია, ტაროს კარტის მიხედვით, ისევ და ისევ, ეგრეთ ვთქვათ, მით უფრო ნიჭიერი იბადება რაღაცნაირად ადამიანი. მართლაც ესეა, თუ ადამიანს წინა ცხოვრებაში დაუშვათ უმუშავია მოცეკვავეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ცხოვრებაში მას უპრობლემოდ შეიძლება ცეკვა. ყოველგვარი გაკვეთილების გარეშე მას უბრალოდ დაიბადება თანდაყოლილი უნიკალური რითმის გრძნობით. გესმით? დაახლოებით ესეთი რაღაცაა. აი სწორედ ეს მისი წინა ცხოვრების გამოცდილება დევს აი ამ პატარა ცხვის ახოცის ხოლში. მას ყავს გვერდით ძაღლი. ძაღლის მნიშვნელობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეგრე ვთქვათ. ძაღლი არის მისი ინსტინქტები, მისი ინტუიცია. ყველა ადამიანს, ჩვენ ყველას დაბადებიდანვე გვაქვს ინტუიცია. ინტუიცია ეს არის უბრალოდ ცოდნა, ინსტინქტური ცოდნა გრძნობის დონეზე, თუ რა არის ჩვენთვის კარგი და რა არის ჩვენთვის ცუდი. მართლაც ყველა ბავშვმა სინამდვილეში იცის რა არის მისთვის კარგი და რა არის მისთვის ცუდი. ის რაც აძლევს მას სიხარულს, გრძნობის დონეზე ახლა ეს ყველაფერი გესმით? ის ინსტინქტურად გრძნობს, რომ ეს მისთვის არის კარგი. ხოლო ის რაც მისთვის ტკივნეულია, ან მოსაწყენია, ან ცოტა ნიტო.
მას აქვს აუცილებლად რაღაც უარყოფითი მოვლენები ამისთან დაკავშირებით. და ის რეალურად გვაძლევს აი ამ ეგრეთ ვთქვათ თეორიას, თუ რატო გვეძლევა ჩვენ გრძნობები. ძალიან უცნაურია არა ჩვენს თანამედროვეობაში ყველა მიცის მედიცინამ ჩვენივრად იცის რატომ აქვს ადამიანს თვალები, რატომ აქვს ადამიანს ყურები, რატომ აქვს ადამიანს ყნოსვა, რატომ აქვს ადამიანს ენა, კბილები და ასე შემდეგ, მაგრამ არავინ არ იცის თუ რატომ აქვს ადამიანს გრძნობები. და ჩვენ რეალურად არ გვასწავლია რომ ვუსმინოთ ჩვენს გრძნობებს. არავინ არ გვეუბნება. ყველა გვეუბნება აი შეის პროფესია, რომელიც ჩვენთვის არის უფრო ბევრი ფულის მომტანი. არა უშავს, მე გექნება ჰობი. გესმით? იმას არ გეუბნებიან, რომ 8 საათი დღეში უნდა დახარჯო იმ საქმის კეთებაში, რაც აბსოლუტურად გეზიზღება უბრალოდ ლუკვაპურის გულისთვის. და მე მხოლოდ დღეში ან კვირაში ორჯერ შეგეძლია 1 საათი რეალურად გამოყო იმისთვის, რაც შენ რეალურად მოგწონს. ეს ადამიანს უბედურს ხდის. სინამდვილეში ჩვენი გრძნობები არის ჩვენი ერთადერთი და ზუსტი ინსტრუმენტი, ეგრეთ ვთქვათ, კავშირი ჩვენს სულთან. იმიტომ რომ ჩვენმა სულმა ჩვენმა ეგრეთ ვთქვათ თანდაყოლილმა ინსტინქტმა ზუსტად იცის რა არის ჩვენთვის კარგი და რა არის ჩვენთვის ცუდი. ამასთან ძაღლი არის ძალიან სიმბოლური ამასთან, იმიტომ რომ ისტორიის მანძილზე ეხაც კი შეიძლება ინტერნეტის სივრცეებში ნახოთ ისეთი ვიდეოები, როგორ გადაარჩენენ ხოლმე ძაღლები რაღაც უბედური შემთხვევებისგან პატრონს, ან გადაეფარებიან, გაწევენ, ასე შემდეგ ავარიების დროს, ან როდესაც რაღაც უნდა ჩამოვარდეს, აყენებენ ფეხზე რო არ დაეცეს. ეს მართლაც არსებობს ამის შესახებ. და სწორედ ამ როლს თამაშობს ძაღლი. მაგრამ რეალურად ეგეც არის ინტუიცია. ინტუიცია არის რაღაც შინაგანი აღუწერელი ცოდნა, რომელიც ადამიანს გადაეცემა გრძნობებით, რა არის შენთვის კარგი და რა არის შენთვის ცუდი. კიდე ერთი თვისება, რომელიც ახასიათებს ამ ადამიანს. მას უყვარს ყველაფერი ახალი. ის ვერ იტანს მოწყენილობას, ის არასოდეს არ არის მოწყენილი. ის ჩამოვიდა ამ პლანეტაზე, რომ შეიცნოს ეს სამყარო და შეიცნოს თამაშით. მეორე თვისება. ის არ არის სერიოზული. ის არის არასერიოზული. ყველაფერს უყურებს ძალიან მსუბუქად, ხანდახან ხუმრობს. ყვათვის ცნობილია რომ ეს მასხარა. ხო, ქართულად მასხარა შეიძლება ეწოდოს ამ კაცს. ყველა მეფეს ყავდა აბსოლუტურად და ეს მასხარას ჰქონდა ძალიან დიდი უფლებები, ხო? მას შეეძლო მეფეზეც ეხუმრა და ისეთი რაღაცები ეთქვა მეფისთვის, რომელსაც ვერც ერთი ადამიანი ვერ გაუბედავდა მეფეს, იმიტომ რომ დარწმუნებული იქნებოდა, რომ თავს მოვაჭერდა. მაგრამ მასხარას ყველაფერი გადიოდა. ამ ადამიანს შესაბამისად აქვს ცხოვრებისადმი აბსოლუტურად მსუბუქი დამოკიდებულება და მან იცის, რომ ყველა სიტუაციიდან გამოსავალი არის იუმორი. კიდე ერთი თვისება, ის არის ძალიან რისკიანი. ის არის ძალიან რისკიანი. რეალურად ის ამ კაცზე არის რაღაც გადაჭეხის პირას არის ფაქტიურად. აი კლდის კიდეზე დადის, ხო? და ფეხქვეშაც არ იყურება, ის იყურება ზემოთ. მას აქვს თავისი გრძნობის იმედი და თან ის არის ძალიან ძალიან რისკიანი. მას ყოველთვის უყვარს რაღაც ახალი თავგადასავალი, მან არ იცის რა არის მოწყენა ეს მისი სფერო არ არის, ეგრე ვთქვათ. და მას ყოველთვის სჭირდება რაღაც გარკვეული ახალი. ის იკვებება ამ სიახლით. ეხლა რაც შეეხება ნდობას, აქვს თუ არა მას სამყაროსადმი ნდობა? ანუ შესაბამისად, ესეთი რაღაცა მინდა გითხრათ, რისკი შეუძლებელი იქნებოდა, თუ არ იქნებოდა რაღაც გარკვეული ნდობა. რას უნდა ედოს ადამიანი? ძირითადად ორ რაღაცას, ხო? ან თავის თავს, ან ღმერთს. ან მას უნდა ქონდეს შინაგანი გრძნობა, რომ ყველაფერს რასაც ის აკეთებს სწორად, ან და შეიძლება იგივე ფუნქცია შეასრულოს ღმერთმა. პრინციპში ნიშნობა არ აქვს თუ რას ენდობი. იმიტომ რომ როდესაც შენ თავს ენდობი, შენ ენდობი ღმერთს. იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ ღმერთში. გესმით? ჩვენ და ღმერთი ფაქტიურად ვართ ერთი და იგივე. ყველა თქვენი დადებითი ემოცია არის ღმერთის თანხმობა, რომ თქვენი ცხოვრება წავა საუკეთესო სცენარით. აი ესეთი საყვარელი პატარა ბავშვი ყავს ჩვენ. პირველი კარტი. ეს არის რეალურად ადამიანის სული. ახალდაბადებული ადამიანის სული. აი, როდესაც ეს ადამიანი, მომდენო, ანუ ეს არის პირველი კარტი, გარდა ამისა არის 21 კარტი. დანომრილი 1 2 3 4 და 21, ხო? და ეს 21 კარტი, მომდენო 21 კარტი, აი არის ამ სულის, ამ ყველაზე მთავარი კარტის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რომელშიც ის შეიძლება ჩავარდეს. იმ სიტუაციაში, ამ სიტუაციაში, სხვა სიტუაციაში და ასე შემდეგ. ანუ მან ფაქტიურად უნდა იცხოვროს ეს 21 კარტი. ხოლო როდესაც
იცხოვრებს იმ აი ამ ყველა სიტუაციას და გამოცდის ყველა სიმწარეს, ყველა სირთულეს, ყველა სიხარულს, მიიღებს ძალიან დიდ გამოცდილებას იმის შესახებ თუ როგორი არის ჩვენს გარშემო სამყარო, ის შეიცვლის თავის ნულოვან ნომერს და გახდება 22 კარტი. ანუ ეს არის ჯადოსნური კარტი, მე ხო თქვი? ეს არის კარტი რეალურად ჯოკერი შეიძლება გადაიქცეს ნებისმიერ კარტად, ხო, კალოდაში. და მართლაც ეს არის ტაროს კარტის შემთხვევაში. ის ნენელა ცხოვრობს ყველა სხვა კარტს, он проживает, ეგრე ვთქვათ რა, რეალურად ცხოვრობს აი ყველა სხვა კარტის ფსიქოემოციურ მდგომარეობას და ბოლოში გამოდის 22 კარტით. მისით იწყება კალოდა, უფროსი არკანები და მისით დამთავრდება. როგორ იქნება ადამიანი ამ კალოდის ბოლოს? მას უკვე ეცოდინება ცხოვრება. ანუ მისი ეგრეთ ვთქვათ ხალისი, მისი თავგადასავალი არ იქნება განპირობებული იმით, რომ მან ცხოვრება არ იცის. ეხლა აი ამ ცხოვრების დასაწყისის ეტაპზე მან არ იცის არაფერი. მის უბრალოდ ოპტიმისტია იმიტომ, რომ მან არ იცის, რომ სამყარო შეიძლება აღმოჩნდეს ცოტა არ იყოს, ეგრეთ ვთქვათ, ბოროტი ადგილი მისთვის საცხოვრებლად. მაგრამ აი ამ კალოდის ბოლოს, როდესაც ის გახდება 22 კარტი, იმას უკვე ყველაფერი ეცოდინება, მაგრამ ის შეინარჩუნებს ნდობას. გესმით? ან საკუთარი თავის, ან ღმერთის. და ყველაფერი მაისთვის მაინც იქნება პოზიტიური, მაინც იქნება საინტერესო, იმიტომ რომ ის უკვე აღარ იქნება სულელი, ის იქნება ბრძენი. გესმით? ბრძენი არ არის ის, რომ ზუსტად ყველაფერი იცის რა და როგორ მოხდება. ძალიან ბევრი ფილოსოფოსი ამბობდა, რაც მეტი ვიცი, მით უფრო მეც ხვდები, რომ არ ვიციო. ბრძენი არის ის, ვინც ენდობა საკუთარ თავს, ვინც ენდობა ღმერთს, ვინც ენდობა სამყაროს. აი, ის ადამიანი არის ბრძენი, რომელსაც გამოვლილია ყველა სირთულე და დაახლოებით ესმის ის სქემა, როგორი სქემითაც მუშაობს ეს სამყარო. და ამ სამყაროში ერთადერთი რეალური საყრდენი არის ნდობა საკუთარი თავის ან ღმერთის. და მეორე, თავისუფლება. ეს ადამიანი უკიდურესად თავისუფალია. ის არავის არ არის მიჯაჭვური, ის არის ინდივიდუალისტი და ბედნიერია ამ თავისი მარტოობით. ანუ ის აბსოლუტურად ეგრეთ ვთქვათ, ერთადერთი სიხარულის და მწუხარების წყარო არის საკუთარი თავისთვის. მას არ ჭირდება სხვა არანაირი ადამიანი, მას არ ჭირდება არავისი მხარდაჭერა, მას არ ჭირდება არავისი სიყვარული, მას არ ჭირდება არავისი სიძულვილი. ის ბედნიერია საკუთარი თავით. ის გასხიოსნებულია. ანუ თუ ცხოვრების დასაწყისში ის იყო უბრალოდ სულელი, რომელმაც არ იცოდა რომ სამყარო შეიძლება იყოს სასტიკი. ცხოვრების ბოლოს, როდესაც ის გახდება 22 კარტი, ის იქნება გასხიოსნებული ადამიანი, რომელსაც ეცოდინება, რომ ღმერთი მის მხარეს არის, ეცოდინება, რომ შეუძლია უპირობოდ ენდოს ღმერთს, ამ და საკუთარ თავს. და ამის გამო იქნება აბსოლუტურად მშვიდად თავის ცხოვრების მანძილზე. კარგით. როგორი იქნება ხა ამ კარტის მიხედვით სიყვარული? სიყვარული ეს ადამიანი როგორ იქნება სიყვარულში? რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო. ალბათ უსასრულო თავგადასავლები შეიძლება გადაგხდეთ ამ ადამიანთან, მაგრამ მასთან არ იქნება პასუხისმგებლობები. მისგან არ ელოდოთ არანაირ ერთგულებას, არანაირ იმას, ამას. ეს ადამიანი არ არის რაღაც გარკვეული მიზნისთვის განკუთვნილი. ის გადახტება, გადმოხტება, ხან იქით გაიწევს, ხან იქით გაიწევს და ასე შემდეგ. სიტუაციის მიხედვით რა, ანუ რეალურად ვერაფერზე მიჯაჭვას ადამიანს ვერ მოსთხოვთ. აქედან გამომდინარე ურთიერთობები ადამიანთან იქნება ძალიან საინტერესო და ამასთან ძალიან მსუბუქი. ეს კარტი ასევე ნიშნავს ახალ დასაწყისს. ანუ მე ვარ ახლა ეტაპზე, როდესაც მინდა განვავითარო ჩემი არხი და ვისაუბრო ყველაფერზე, ყველანაირ ფილოსოფიაზე, რაც კი ჩემთვის არის ცნობილი და რაც მე ვთქვათ შევითვისე, ხო? ანუ ფაქტიურად მე ვარ სულელი ამ გზის დასაწყისში. შეიძლება ეს არხი მოხდეს წარმატებული, შეიძლება იყოს ძალიან წარუმატებელი, შეიძლება იყოს ძალიან წარმატებული, მე არ ვიცი. მაგრამ მე მაქვს ენთუზიაზმი და უპირობო ნდობა დაუშვათ. ანუ მე ვარ ახლა, ეგრე ვთქვათ, ნულოვანი არკანის, სულელის მდგომარეობაში. ესმით? მე ვაკეთებ იმას, რაც მე მსიამოვნებს. ვაკეთებ იმიტომ, რომ მე ეს მსიამოვნებს. მე არ ვიცი სადამდე განვითარდება ეს არხი. ესმით? ეხლა მე ვარ სულელის მდგომარეობაში და ამასთანავე ნებისმიერი ახალი დასაწყისი თქვენ ცხოვრებაში გათხოვდებით, ცოლს მოიყვანთ ახალი სამსახური და ასე შემდეგ შეიძლება აღინიშნოს აი ამ კარტით. თქვენ შედიხართ რაღაც ახალი სიტუაციაში, როგორც სულელი, იმიტომ რომ არ იცით იმ სიტუაციაში რა ხდება. თქვენ არ იცით რა ხდება იმ ორგანიზაციაში, სადაც იწყებთ მუშაობას. ხო? თქვენ არ იცით რეალურად როგორია მეორე ადამიანი, რომელსაც
თავშოთ ცოლად მიყვებით. თქვენ გონიათ რომ მიცით, მაგრამ თქვენ სინამდვილეში არაფერი არ იცით. გესმით? თქვენ უბრალოდ გონიათ რომ მიცით, იმიტომ რომ თქვენ რეალურად არ იცნობთ მეორე ადამიანს. სანამ ადამიანთან ცხოვრებას არ დაიწყებთ, ერთ საიდუმლოს გეტყვით, ვერანაირ შემთხვევაში ვერ გაიცნობთ იმ ადამიანს. წლები უნდა იცხოვროთ, რომ ეს ადამიანი ბოლომდე გაიცნოთ მასთან ერთად. და პირიქით, მან წლები უნდა იცხოვროს, რომ გაგიცნოთ თქვენთან ერთად. ხო, როგორ იქნება ამ კარტით სამსახური? რაღაცა ახალი, რაღაცა მსუბუქი, შეიძლება იყოს ფრილანსის სამსახური. ფული ბევრი არ იქნება. უბრალოდ ვყურეთ, როგორი დამოკიდებულება აქვს ამ ცხოვრებისადმი ამ კარტს. მაქსიმალურად მსუბუქი ფული მოვა, ან იქნება რაღაც მინიმალისტური, რამდენადაც ეს ნულოვანი არკანი არის. მაგრამ თქვენ დაიჭერთ რაღაც გარკვეულ სიამოვნებას. ეს რა თქმა უნდა კი. და ზუსტად არ იცით თუ სად განვითარდება ეს სამსახური, ანუ რაში გადაიზრდება. თქვენ შეიძლება გქონდეთ წარმატებული კარიერა, თქვენ ზუსტად ისევე შეიძლება გქონდეთ წარუმატებელი კარიერა. პრინციპში ყველაფერი ალბათ სავარაუდოდ დამოკიდებული არის თქვენზე. თუ თქვენ მოგეწონებათ სიტუაცია, თუ თქვენ დარჩებით სიტუაციაში, თქვენი წარმატება იქნება კარგი. რა რჩევა შეიძლება მოგცეს ამ კარტმა? მიენდეთ თქვენს თავს, მიენდეთ ბედს. ნუ ფიქრობთ ნეგატიურად. ნუ შეუშლით სამყაროს ხელს იმაში, რომ დაგეხმაროთ. ყველაფერი წესით თქვენი ცხოვრებისთვის უნდა განვითარდეს კარგად. მიენდეთ საკუთარ ინსტინქტებს, იყავით მსუბუქი და ასე შემდეგ. აქვს თუ რა კაც ნეგატიური ნიშნულობა? კი, რა თქმა უნდა. აბსოლუტურად ყველა თვისებას ადამიანში აქვს ნეგატიური ნიშნულობა. ადამიანი, რომელიც ძალიან კეთილია, ნუ გონიათ რომ ეს პოზიტიურია მისი სიკეთე აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში. ზოგიერთ შემთხვევაში სიკეთემ შეიძლება დაღუპოს ადამიანი. ადამიანი, რომელსაც აქვს სამყაროსადმი უპირობობა, ნუ ფიქრობთ რომ ეს ყოველთვის პოზიტიურია. ზოგჯერ ნიშნულოვანია ტვინის გამოყენებაც და ელემენტარულად არ ვიცი რაღაცების წინასწარ გათვლაც. ასევე, რაც სულელს არ შეუძლია. ამიტომ რეალურად მისი ნეგატიური მხარე არის ის, რომ შეიძლება მან ცხოვრებაში იმოქმედოს სულელურად. წავიდეს იქ, სადაც წასვლა არ შეიძლება. გააკეთოს რაღაც გარკვეული სისულელეები და ასე შემდეგ. და არასოდეს არ გაიზარდოს. ყოლიათ თუ არა თქვენ ადამიანები თქვენს გარშემო, რომლებიც არასოდეს არ გასდილათ. გახდნენ ისინი 30, 40, 50 წლის და მაინც პატარა ბავშვები არიან. არის ესეთი შემთხვევები. აი, ეს არის სულელის ძირითადი ნეგატიური მხარე. ძირითადად გითხარით, შეიძლება, რა შეიძლება ნიშნავდეს ეს კარტები? გაიხსენეთ თქვენი ცხოვრება. როდესაც თქვენ იყავით ესეთი დამოკიდებულებით. რა ხდებოდა მაშინ თქვენს გარშემო? ვინ ზრუნავდა თქვენზე? შეიძლება თქვენზე ზრუნავდნენ თქვენი მშობლები, შეიძლება თქვენზე ზრუნავდა თქვენი მეუღლე, შეიძლება თქვენზე ზრუნავდა თქვენი უფროსი, ხო? იმიტომ რომ მე რეალურად მქონდა ესეთი შემთხვევა. რომ სამოგზაუროდ წავედი რაღაც გარკვეულ კურსებზე, კურსები პლუს სამოგზაუროდ ინდოეთში და მე მქონდა ყოველდღიური სტიპენდია, მე მაჭმოდნენ, მასმოდნენ და ასე შემდეგ. ერთადერთი რაც უნდა გამეკეთები და მე კიდე ჩემთვის რაღაც გარკვეული სუვენირები. და მე ვიყავი და კიდე 30 ადამიანი, მთელი 30 არა ბოდიში 30 მხოლოდ ჩვენ ჯგუფში იყო. ორი ჯგუფი ვიყავით 50 ადამიანი დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან. სხვადასხვა აბსოლუტურად განსხვავებული ადგილებიდან. ჩვენ ყველანი ვიქეცით პატრა ბავშვებად. იმიტომ რომ ჩვენ არ გქონდა საზრუნავი, ჩვენ ძალიან ბევრს ხუმრობდით, ჩვენ ძალიან ბევრს სვამდით ალკოჰოლურ სასმელეს, ჩვენ ძალიან ბევრს ცეკვავდით, ვღეროდით და ყოველი დღე ჩვენთვის იყო საინტერესო. აი ჩვენ ყველანი ვიყავით აი ამ სულელის ამპულაში. შეგიძლიათ თქვენ წარმოიდგინოთ თქვენ ცხოვრებაში ყოფილ ხართ ესეთ ამპულაში როდესმე. იქნება ეს იყო მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ იყავით პატრა ბავშვი. თუ ეს მომხდარა თქვენს დიდობაში, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და კარგი იქნება თუ დამეკომენტარებთ. კიდევ ესეთი რაღაცა შეიძლება ვიგრძნოთ ამ კარტის მიხედვით. გაქვთ თუ არა თქვენ სამყაროს ნდობა? ხართ თუ არა თქვენ რისკიანი? შეგიძლიათ თუ არა თქვენ რისკის გაზომვა? ანუ გაქვთ თუ არა თქვენ უნარი გაკეთოთ თუნდაც პატარა სარისკო ნაბიჯები თქვენს ცხოვრებაში. თუ თქვენ ძალიან რისკიანი ხართ და იგი ყვართ პირდაპირ აი რაღაც რადიკალური რაღაცების გაკეთება, მაგალითად თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხდომა. აი მაინტერესებს თქვენთვის რეალურად ნაცნობი არ არის რისკი. მე ძალიან მიყვარს სულ სამსახურების ცვლა, ძალიან მიყვარს სხვა ადამიანებთან შეხვედრა, შემიძლია უპრობლემოდ ვიმოგზაურო და ჩავიდე ქვეყანაში, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ, აბსოლუტურად არაფრის არ მიჩნია დედამიწის ურზე, მაგრამ პარაშუტიდან ვერ გადავხტები.
აი გარიჩები ისა პარაშუტიდან რო გადახვდე მოიქცევი როგორ ძალიან სულელი ამ შემთხვევაში გამოვლინდება ჩემი კარტის ნეგატიური მხარე ძალიან მეშინია სიმაღლის გაქვთ არა თქვენ სამყაროსადმი ნდობა ყოფილა თუ არა ისეთი შემთხვევა რომ თქვენ გიგრძნიათ რომ სამყარო თქვენს მხარეს არის იქნებ თქვენ თავი გიგრძნიათ იღბლიანად იქნებ თქვენ მოიგეთ რამე იქნებ თქვენ რამე გინდოდათ და ის საოცრად გამოვიდა რაღაც საოცარი გზით ეს არ უნდა გამოსულიყო და გამოვიდა გაქვთ თუ არა ეს ნდობა თუ პირიქით ანუ გეშინიათ ამ სამყაროსი აი დაფიქრდით ესეთ რაღაცებზე და თქვენ შეძლებთ უფრო სიღრმეში შეხვიდეთ ეგრე ვთქვათ ამ კარტში ჩემთვის კი ძალიან საინტერესო იყო ამ კარტის აღწერა თქვენთვის იმედია დაგეხმარეთ ეს ჩემი უსაყვარლესი კარტია სინამდვილეში ძალიან სუბუქი ძალიან საყვარელი ვცდილობ რომ ამ კარტის რეჟიმით ვიცხოვრო მაგრამ ყოველთვის არ გამომდის თქვენთან იყო პრაქტიკული ფილოსოფია მე კიდე გავაგრძელებ ამ კარტების ახსნას კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე